დროა გაყინულ წყალში ჩახვიდეთ. შოკის მომგვრელია. ისე წინაპრიზმა შაბეჭლება მოახდინა ჩემზე. $1000 უნდა მოვიტანო. ძალიან ცივა. ვინც აბაზანიდან ბოლოს ამოვა, $1000 მიიღებს. 3, 2, 1, 0 თქვენ მისტიკოლის არხზე ხართ. დღეს ჩვენ გვაქვს გამოწვევა 24 საათი ცივა აბაზანაში. ვინც აბაზანიდან ბოლოს ამოვა, $1000 მიიღებს. ჩვენ უნდა გადავწყვეტოთ ვინ იქნება ჩვენგან საუკეთესო. ვინ მიიღებს ამ წარმოუდგენელ პრიზს? ხო, ერთი მხრივ მშვენიერია მასპინძლობა. თქვენამ აბაზანაში მოგიწევთ ჩაწოლა, მაგრამ მეორე მხრივ მე ვერ მოვიგებ $1000. მოდი ვითამაშოთ ჯეირანი, რომ გავიგოთ ვინ გვილიდერებს. ჯეირანი. დიახ. თითქოს ორბიჯთან ერთად ვაპირებ შეჯიბრებას. ასე რომ, ესეც ასე. ზად არ ვიმატოო? ისე სხვა მხრივ ნიკოლი პატარა გოგოა, მისი დამარცხება უფრო ადვილი იქნება. ბოგდან. ნახოთ, ის ისეთი ცოცხალია. აბა ჯარისკაცებო, მზად ხართ? არა. დროა გაყინულ წყალში ჩახვიდეთ. ვაიმე, ღმერთო, ვაიმე. გატომარის ასეთი ცივი. აბა ბავშვებო, დაჯექით აბაზანაში. ბოდია, ზიხარ? გაჩერდი. ის დაჯდა. შემდეგ ვიდეოში გნახავთ და ჩვენ ასე ვიქნებით, არაფერს გეტყვით. აჩიუ. ბოდია, წარმატებებს გისურვებ. რატომ გახარ? მორჩა? არა, მე აქ ვარ. და ასე ვიქნებით დილამდე. მისმინეთ, მე ეს მომწონს. თქვენთვის სიურპრიზი მაქვს. აბაზანაში ყოფნას თქვენთვის ვიტყოდი, რომ უფრო ყუდროს და ატმოსფერულს გავხდი. წავიდა. ბოგდანმა გააკუა. ეს ბომბია. მაშ მეგობრებო, მე ახლა გეტყვით გამოწვევის წესებს. იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე დიდ ხანს გაძლებს ამ აბაზანაში. თქვენ გეკნებათ გამატებითი გამოწვევის 9 რაუნდი და ყოველ ტურში გამარჯვებულს შეუძლია მიიღოს პრიზი ან რაიმე საინტერესო სასჯელი. შეიძლება გაგიმართოთ, შეიძლება არა. აბა მზად ხართ? კი. ასე რომ პირველი გამოწვევა, ვინ შეიკავებს სუნთქოს ყველაზე დიდ ხანს? ანუ წავკეს სუნთქის შეკავება. რა? თქვენ ყველანი ჩაპოინტავთ და ვინც ბოლო ამოვა, გაიმარჯვებს გამოწვევაში. მინდა მოვიგო ყველა დღევანდელი გამოწვევა და მოვიგო ეს ფული, ასე რომ მე დიდხანს გავჩერდები. აბა, მოემზადეთ, წავიდა. საინტერესოა. პირველი. ეს მე ვარ. ნიკოლ, ამოდი. ილოცავ. გამიმარჯვე? კი. სასაცილოა ჟენიამ თქვა, რომ ყველა გამოწვევას მოიგებდა და ის პირველი ამოვიდა. და ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი არის ევგენი. მან 19 წამი გაძლო. ასე რომ მეორე ადგილს იკავებს ბოგდანი. მისი შედეგი 22 წამია და თქვა უნდა ჩვენი პირველი ადგილი. გამარჯვებული არის ნიკოლი. მან 25 წამი გაძლო. ასე რომ ნიკოლ, შენ მოიგე პირველი გამოწვევა დღეს. აირჩიე შენი პრიზი. პრიზები? რა წერია ამ ბორბალში? სამეფო ღამე. ჩვენგანს ვინც ბანაკში ვიყავით, ახსოვს რა არის სამეფო ღამე. ბანაკის ბოლო ღამეს ყველა ერთმანეთს კბილის პასტით პასტავს. ანუ ჩვენს დავისჯებით? არა, მხოლოდ ნიკოლი. მან მოიგო გამოწვევა. ამ ბედის ბორბალს აქვს როგორც სასჯელები, ისე პრიზები. ეს არის ეს სამეფო ღამე. გთხოვთ გაპასტოთ გამარჯვებული. თვალებთან ფრთხილად გთხოვთ. მიდი. თვალები. შოკის მომგვრელია. ეს ყავს. ასე რომ შემდეგი გამოწვევა. მზად ხართ? კი. რა უნდა გააკეთოთ შემდეგ გამოწვევაში? კალამი, ჭიქაში უნდა ჩააგდოთ. რა? შეუძლებელია. ასე რომ თქვენ გაქვთ 5 მცდელობა, 5 კალამი და ჭიქა იქნება ამ აბაზანის გარეთ. ვინ არის პირველი? ბოგდანი. კარგი, ბოგდან, შენ პირველი ხარ. მიდი. ვაუ, მაგარი ხარ.
მოდია, საუკეთესოა. ახლა კი ნიკოლი, მიდი, უჰუ. დარჩა მხოლოდ 2. კარგი, თქვენ ყველა მააცილეთ. შესაბამისად, ყველამ დაიმარჯვა. ასე რომ პრიზი ყველა თქვენგანისაა. ისე წინა პრიზმა შთაბეჭდილება მოახდინა. დაატრიალეთ. ჩაირეცხეთ. მაშასე ჩაირეცხეთ. თითოეული თქვენგანი უნდა ამოვიდეს აბანოდან, ეს არ ჩაითვლება წაგებად და შემდეგ ხელი ტუალეტში უნდა ჩადოთ. მე მზად ვარ. სად? რა? ვაიმე! ასე რომ შემდეგი გამოწვევა. სად ხართ? კი. ძალიან ცივია. შემდეგი გამოწვევა არის ბოთლის ამოტრიალების გამოწვევა. ბოთლი უნდა ამოატრიალოთ. უჰუ! თითოეულ თქვენ გაქვს 3 მცდელობა. 3 ბოთლი და ვინ შეძლებს ბოთლის ამოტრიალებას, ის გაიმარჯვებს. მაგრამ ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება. აბა წავიდეთ. მას შენეჩკა დაატრიალე. კბილი ცხოვრება. ასე რომ ჟენია შენი პრიზი. ნამსხვარი, მაგარია, yes! მოიცა, მე გაპასუხა რატომ მოვიგდა ჟენია მესტკბილეული, ეს უსამართლობაა. ტორტი მარწყვით. აი ლევგენი, ეს შენი საჭმელია. ასე რომ შემდეგი გამოწვევა. ზად ხართ? კი. გამოწვევას წყლის ჯენგა ქვია. ყველამ უნდა დააცხათ წყალი ერთ ჩიქაში და ვისაც გადმოექცევა, ის წააგებს. ეცადეთ არ გადმოგექცეთ. რა შეგვიძლია რომ დავიხმაროთ? შენი მკლავები, პირი, ცხვირი და ასე შემდეგ, ყველაფერი გამოიყენე. ჩიქა. მე ვაპირებ რომ მოვიტყუო, ეს არის წყლის ჯენგა, მე ჭურჭელს წყლით თითქმის ბოლომდე ავავსებ, რომ შემდეგმა მონაწილემ აუცილებლად გადმოაქციოს. ასე რომ ჩვენ 2 ადამიანი ვყავს, თქვენ კარგად იასპარეზეთ. მეორე რაუნდი. ბოგდანი და ნიკოლი, წავიდა. შეხედე, ის ისეთი ლურჯია. მაგარია, კარგია. მოდი გავაგრძელოთ. კარგი. მართალი გითხრათ, ახლა წაგება მინდა. აღა მინდა გამარჯვებული ვიყო. რა? დაასხი ზემოდან. კარგი. ბოგდან. რა? არა. ნიკო. ასე რომ ნიკო, დაატრიალე ბორბალი. არ მინდა დაატრიალება, მაგრამ მაინც მადლობა. თბილისი ამოვნება. ასე რომ ნიკუსია, შენ მოიგე შენი ჯილდო. თბილი წყალი. რა? აქ მოიტანე. მაგარია. ნიკო, მზად ხარ? საოცარია. ასე რომ შემდეგი გამოწვევა. მიდი. თქვენ გავთ გაზიანის სასმენების კოშკი. ასე რომ თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააკეთოს ამ ქაღალდისგან ბურთი, კარგი ბურთი და ესროლეთ ამ კოშკს. ვინც უფრო მეტს წააქცევს, რა თქმა უნდა გაიმარჯვებს. ასე რომ ბოგდან, შენ პირველი ხარ. ბოგდან, მიდი. მე ძალიან კარგი ვარ მოხერხებულობასა და სიზუსტეში. ყველაფერი შემზია დამოკიდებული. ასე რომ ახლა აუცილებლად გავიმარჯვებ. Yes! მე ვთქვი რომ გავიმარჯვებდი. ღმერთო ჩემო, მან ყველა წააქცია. ასე რომ ჟენია, მიდი. ჟენია. გააკეთე ბურთი. ახლავე.
აცილა. დარწმუნებულია რომ ჟენიას გავარტყამ. მაგრამ აუცილებლად დავაცილებ. ნიკოლ თუ ახლა ყველას წააქცევ, ყველას ერთად. მაშინ შენ და ბოგდანი მიიღებთ პრიზს. ძმაო და დაო. მაშ ბოგდან, შენ ხარ გამარჯვებული. რა მოხდა? ისეთი არაფერი მოხდა რა, უბრალოდ ავაცილე. ბოდეჩკა დაატრიალე. თოვლის კაცი. ასე რომ პრიზი, ბოგდანჩიკ. კისერზე 5 თოვლის გუნდას გესვრი. მე აზრები მოვიკრივე, უკვე ცივწყალში ვარ და ამიტომ მზად ვარ. ერთი ცივია, მართლა ცივია. ძალიან ცივია, წყალთან შედარებით ეს საშინელება, ვაიმე. ცივია, მართლა ცივია. მასაჟი ხომ არ გინდა? მეგობრებო, დღეს ჩვენ მონაწილეობთ გასაოცარ გამოწვევაში. ჩვენ დღეს ვითანჯებით თქვენთვის. ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ ეს ვიდეო და მხარი დაგვიჭიროთ. თუ ჯერ არ გამოგიწერიათ არხი, გთხოვთ გამოიწეროთ. მაშინ ნახავთ ყველაზე მაგარ ვიდეოებს. ვინც არხს უყურებს და გამოწერილი არ აქვს, მათთვის ძალიან მარტივია ერთღილაკზე თითის დაჭერა, მაგრამ ჩვენთვის ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. გამოიწერეთ, ვიქნებით ხარბი. შემდეგი გამოწვევა. Yes! მას ქვია ქარის ძალა. თითოეულ თქვენგანს ვაძლევ ბუშს და თქვენ უნდა გადაიტანოთ ჩიქა ერთი ადგილიდან მეორეზე ამ ბუშტიდან გაუშვებული ჰაერით. ის, ვინც ამას ყველაზე სწრაფად გააკეთებს, ის გაიმარჯვებს. თუ ჭურჭელი განუვარდა, ისევ თავიდან უნდა დაიწყოთ. ასე რომ მე გაზრდ ბუშტებს, პროგრამ ფრთხილად დაიჭირე. ჩვენ არ ვერავთ. და წავიდა. დამავისნა ყველასთვის მეთქვა. თუ 5 მეტრ ჩამოგივარდება, თქვენ ავტომატურად წააგებთ. ვალმე ფრთხილად. ბოგდან. ის ჩამოვარდება. არი ნერვიულო. მე 5 ჯერ. გაჩერდი. ასე რომ ბოგდანმა შენს რო ამნიშნულის მიღწევა. და მან ეს გააკეთა 1 წუთსა და 45 წამში. ჟენია. მოემზადე და წავიდა. Вау! Tylko ostrożnie. ასე რომ ჟენიამ შეძლო ამ ნიშნულამდე მიღწევა და მას ამისთვის დასჭირდა 3 წუთი და 5 წამი. მართალი გითხრათ, შოქში ვარ. ფაქტობრივად პირველად გავაკეთე და საშინლად გამიჭირდა. ეს ბუშტი და იქიდან გამოსული ჰაერი ყველაფერს ძალიან ართულებს. არც ისე მარტივი გამოვიდა, როგორც თავიდან ჩანდა. მეგობრებო, ერთი რამ მინდა ვთქვა, გაიმარჯვებს ის, ვინც ჭურჭელს ყველაზე შორს გადაიტანს. მაგრამ თუ ერთსა და იმავე მანძილზე გადაიტანთ, მაშინ მხოლოდ დრო გადაწყვეტს ყველაფერს. ვინც ამას უფრო სწრაფად გააკეთებს, გაიმარჯვებს. ნიკოლ. დროა დავიწყოთ. აუ! აბა? ო! დიახ, ნიკოლ. ძალიან ნაცნობი სიტუაციაა. ნიკოლმა ეს 1 წუთსა და 53 წამში შეძლო. ასე რომ გამარჯვებული არის ჟენია. უჰუ! მან ყველაზე შორს შეძლო გადატანა. და ის ატრიალებს ბორბალს. მიდი ჟენია. დამატებითი დრო, ასე რომ შეგახსენებთ ჩვენ თავარ გამოწვევას. მას ქვია, ვინ დარჩება ყინულიან აბაზანაში ყველაზე დიდხანს და შენ მიიღე დამატებით 10 წუთი. რაც ნიშნავს იმას, რომ აბაზანიდან ასვლის შემდეგ 10 წუთით ზედმეტად გაჩერება ჩაგეწვება საბოლოო დროდ. ანუ შენ მოგების შანსი მაინც გექნება. ვა, ეს მაგარია.
მაგარია. სხვადასხვა თუ ჟენია გადავიდა, 10 წუთით მეტი უნდა დავრჩეთ. ასე რომ შემდეგი გამოწვევა, მას ქვია ვირთხა. ასე რომ თითოეულმა თქვენგანა უნდა დაწეროს იმ ადამიანის სახელი, რომელიც ადგება და აბაზანას ახლავე დატოვებს. რა? სერიოზულად? ერთმანეთი უნდა დავწეროთ? ახლა ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ის წააგებს შენენში, დატოვებს აბაზანას და 1000 დოლარს ვერ მიიღებს. ის ავტომატურად $1000 გარეშე დარჩება. ჩვენ უნდა გავარკვიოთ ვის მივცეთ ხმა. ასე რომ ჩემი აზრით ყველაზე ლოგიკური ვარიანტი იქნება უბრალოდ ვიფიქროთ ვინ ავიდა და ისედაც პირველი და ხმა მას ვიცეთ. ეგეთი ადამიანი უნდა გავახდოთ. ბოდიში, მაგრამ ვფიქრობ რომ პირველი შენ ახვალ. რა, მე მგონი შენ იქნებოდი პირველი. უბრალოდ მაინტერესებს ვინ გადაწყვეტს ვინ წავა პირველი, მაგრამ დავწერ. ფიქრობ ხმა უნდა მივცეთ უძლიერეს ოპონენტს, ანუ ჟენიას. ეს შენ ხარ? ეს ჟენია, რადგან მან მოიგო თითქმის ყველა გამოწვევა დღეს. ჯანდაბა ეს ნამდვილად რთულია. ვიღას უნდა ავირჩიოთ. ვილას უნდა გავარდოთ და მას $1000 მოგების შანსი წავართვათ. მეუბნებ რომ ჩვენ მინდა გამარჯვება, ასე რომ მაინა უშავს. აბა მზად ხართ? არა, შეგახსენებთ, რომ თუ თანაბარი რაოდენობის გულები გექნებათ, ამჯაკულს ყველანი ერთად დატოვებთ. აბა შენ გააკეთე არჩევანი ვირთხა. მიდი ჟენია, მიდი, შენ მეორე ხარ. კარგია. მიდი ნიკოლ, შენ უნდა ერჩიო ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც უფრო ნაკლებად გიყვარს. ვირთხების სამეფო. ყველა ვირთხამ გააკეთა თავისი არჩევანი. ნიკოლმა 0 ხმა მიიღო. მან შანსე. მეორე ადგილი და აბაზანას არტოვებს. ჟენია. Yes, მე დავჭი, yes! ბოგდან, გემშვიდობებით. კარგად. აქ რა ცოტა წყალია. კარგი, სამწუხაროა, რადგან ძალიან მინდოდა $1000 მოგება, მაგრამ წესებია და ეს ვირთხები აქ დარჩნენ. წარმატებებს გისურვებ და $1000 მოგებას. ასე რომ ნიკოლს აქვს 0 ქულა. არავინ არ მისცა მას ხმა. არიჩია შენი საჩუქარი. დაატრიალე ბორბალი. ახალი სუნთქვა. მაშასე ნიკოლ, შენი პრიზი. აქ არის სუპერ ძლიერი ფიტნეს კევი და მთელი შებრა 1 წუთის განმავლობაში უნდა დაღეჭო. ამისთვის მხოლოდ 1 წუთი გექნება. დრო წავიდა. მიდი. ვაიმე. დაღეჭე. არჩეუდი და 10 წამი. მიდი. რაბჟავია. არჩა 5 წამი. დაღეჭე. მიდი. დაასრულე. ასე რომ შემდეგი გამოწვევა. ზაკ ხართ? მას ჩაის სალტო ჰქვია. ასე რომ თქვენ მიიღეთ 2 კოლს და უნდა სადოთ რომ ერთ-ერთი კოლში იქვემ გარჩიკაში ჩააგდოთ. ის ვის ჩაგდებას მოახერხებს, გაიმარჯვებს. წავიდა. რას ვაკეთებ? აჯანგაბა? ეს მასში არ ვარდება. ამას ვერ ვახერხებ. ასე რომ ჟენეჭკა, შენ ხარ გამარჯვებული. მიდი აერჩია შენი პრიზი. მიდი. ჩაისწავლება. გამოწვევას და პრიზის ჩაის შესახებ იყო. ეს ძალიან მაგარია. ასე რომ ჟენეჭკა, შენი პრიზი არის ფინჯანი. ძალიან თბილი და გემრიელი ოდნო ტკბილი ჩაი, რომელიც შეგიძლია დალიო და გაწბე. კარგია, რომ ცხელია, წყალი გაყინულია. რას უყურებ? უნდა მოგეგო. მე ძალიან ცივა და მხოლოდ ისვამს ხელ ჩაის. მეც მინდა ცხელი ჩაი. ჯანდაბა, რა ვქნა, ეს ბედის საქმეა, ბედის ბორბალის. შენ უნდა მოგეგო. მორჩა, ძალიან ცივად უგზნობ თავს. აღარ შემიძლია აქ დარჩენა. Yes, ჩაი უკვე ზედმეტია. დიახ. Yes! 3 2 1 ნორი თქვენ მის ნიკოლის სახზე ხართ. მადლობა ამ ვიდეოს ბოლომდე ყურებისთვის. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება და ჩვენ წავედით.